ას კითხულობდა ხალხი ჯერ მოდი საბჭოთა დროს ას კითხულობდა მე უკვე დავიწყოთ პირველი ყველაზე დიდი მითით რომ საბჭოთა დროს ხალხი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეხლა არავინ არაფერს არ კითხულობს ეს არის ტყუილი იყო ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც ჰქონდა გამოჭედილი სახლის წიგნები და არასოდეს არ ჰქონდა გადაშლილი არც ერთი წიგნი ჯერ წიგს ფასი არ ჰქონდა წიგნი ღირდა როგორც იწვენ კაპიკები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რა იყო ის რაც გაეპარა სისტემას თუ ყოფილა ესეთი წიგნი საბჭოთა პერიოდში რაც თქვენ წაგიკითხავთ მე რომ დავიწყე ეს საქმიანობა შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ თბილისში არ იყო არც ერთი კერძო სტამპა მაგრად ვიწვალეთ მე პიანინო გავყიდე ის ვაივაგლახით შევაგროვეთ $500 მივედი ერთი თვის შემდეგ და აღმოჩნდა რომ გაიყიდა 2 ცალი და მივხვდი რომ ცუდად აი დავიფიცე რომ ყველაფერს გავაკეთებ ერთი და რუსულ წიგნს გავაკეთებ საქართველოს და რაც ახლა კიდეს